საქართველოს, რომელიც წლების განმავლობაში პოლონეთისგან იყო მხარდაჭერილი და პოლონეთი იყო ერთგვარი ლობისტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ახლა საერთოდ აღარ მოიაზრება ევროპული სივრცის ნაწილად. ყოველ შემთხვევაში ამას ვკითხულობთ პოლონეთის 2026-2030 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა პოლონეთი ცალკე თავს უთმობს ევროკავშირის გაფართოებას და ამ კონტექსტში პრიორიტეტულ პარტნიორებად ასახელებს უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თუმცა აქვე პოლონეთი ოფიციალური ვარშავა წერს იმის შესახებ, რომ ახალი წევრები ევროკავშირმა არ უნდა მიიღოს პრიორიტეტების და კრიტერიუმების შემსუბუქების ხარჯზე, ანუ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც არის საკვანძო კრიტერიუმები ევროკავშირში ახალი წევრების მისაღებად, უნდა შესრულდეს თავიდან ბოლომდე ნებისმიერი ქვეყნისთვის და პრიორიტეტი არ უნდა იყოს და პრივილეგია არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში დაშვებული, ვინაიდან ევროკავშირში ახალი წევრების მიღება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ამ კონტექსტში კი საქართველოს საერთოდ არ არის ნახსენები, რაც ოპოზიციისთვის არის პირდაპირ გაგრძელება ქართული ოცნების პოლიტიკის, ვინაიდან თავად ქართულმა ოცნებამ თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი, ეს ოფიციალურად განაცხადა ქართულმა ოცნებამ, შესაბამისი არის გამოხმაურებაც და გადაწყვეტილებებიც დასავლეთიდან. საქართველოში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა თუ ჩვენ არ შეუერთდებით ყველაზე დიდ ქოლგას მშვიდობის და ეს არის ევროკავშირი. ამიტომ როდესაც გაფართოების ანგარიში საქართველოს აღარ ფუნქციონირებს და აღარ არის როგორც ფიგურა, როგორც ლიდერი რეგიონის, ერთ დროს ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები, სწორედ გაფართოების აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების კონტექსტში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ის შედეგი, რა შედეგიც დადგა დღეს. ეს არის ქოცური რეჟიმის პირდაპირ დამსახურება საქართველოს ჩამოშორებული იმ უნიკალურ ფანჯარას, იმ გზას, იმ შანსს, რასაც ეს ქვეყანა მიყავდა და უნდა მიეყვანა მეტი კეთილდღეობისკენ და მეტი მშვიდობისკენ. ჩვენ გვესაუბრებიან მშვიდობაზე, მაგრამ ალიანსებს კრავენ ომის პარტიებთან, ჩვენ გველაპარაკებიან ევროკავშირის გზაზე, ისე რომ ყველა მისკენ მიმავალი გზა არის გადაქცეული ჩიხად. და ამ ჩიხის ბოლოში დგას ქართული ოცნების რეჟიმი, მეტი არაფერი. ევროპა არის მზად, ქართული ხალხი არის მზად, ჩვენი ნება არის ადგილზე, ერთადერთი ბლოკი, რაც შუაში არის გაჩხერილი, ეს არის ქართული ოცნების რეჟიმი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამოეცილებინა ევროპული ორბიტისგან. მათ დაარღვიეს ყველა შეთანხმება, რაც ევროპელებთან ჰქონდა ურთიერთობაზე და მომავალ კავშირებზე, დაარღვიეს ის საკონსტიტუციო პირობა, რომელიც სახელმწიფოს აქვს დადებული ხალხის წინაშე, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე და უღალატეს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს. და ეს არის ამის გამოხატულება. ამიტომ ეს ბრძოლა ხომ ამისთვის არის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დავაბრუნოთ და შევქმნათ. და მე დავაბრუნოთ იმ ისტორიულ ტრაექტორიაზე და ორბიტაზე, რომელზეც უნდა ვიყოთ. ქართული ოცნებამ რაც განაცხადა, რომ შეაჩერა ევროინტეგრაცია, ამ გზას თანმიმდევრულად მიყვება. ანუ ეს მხოლოდ ის კი არის, რომ რაღაც ტიპის მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებაში პუნქტი შესრულა თუ არა, არამედ რაღაც 2-3 თვეში ერთხელ ისეთი კანონები არის მიღებული, რომელიც კიდევ უფრო მაგალითად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და გვაშორებს ევროპისგან. ამიტომ ევროინტეგრაცია რო აღდგება საბოლოო ჯამში აი ამ შეიძლება 10-15 კანონი დაემატება, რომელზეც მოგთხოვნა ეს გააუქმეთო. იმიტომ რომ ანუ შეჩერებული კი არ გვაქვს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც ახალი პრობლემა ჩნდება ამ გზაზე. და ამიტომ უკან დაბრუნებას კი რთული იქნება, არა თუ უბრალოდ არა თუ გაერთიანება ევროპაში. ის რომ საქართველოს ახლა მხოლოდ ფორმალურად აქვს კანდიდატის სტატუსი, ეს ჩანს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიებში, არამედ ევროკავშირის მთავარ და წამყვან დოკუმენტში, გაფართოების ანგარიში 2025 წლის დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მხოლოდ ფურცელზე რჩება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნად და ევროკავშირის ისტორიაში ასეთი რეგრესი კანდიდატის სტატუსის მქონე არც ერთ ქვეყანას არ ქონია.